შესაძლოა 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზების ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაწესდეს. რეგულაცია საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. საკითხზე დღეს სასტუმრო რადისონში იმსჯელეს კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ პრეზენტაციაც წარმოადგინა თუ როგორ მიმდინარეობს მზადება მილიონზე მეტ ერთეულ ავტომობილისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეფექტიანად განხორციელებისთვის. უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი ძალისხმევა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ რეფორმის უმტკივნეულოდ გატარებისთვის. სწორედ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ამ დიალოგის დაწყებას და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორი ჩაერთვება აქტიურად და გაიხსნება კარი ურთიერთთანამშრომლობისთვის. დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი იწვევს მთელ რიგს რესპირატორული დაავადებებისა, რომელიც დამოკიდებულია დამაბინძურებლების რაოდენობაზე, ხარისხზე, კონცენტრაციაზე და ასე შემდეგ. ასე რომ უმნიშვნელოვანი ესეა სწორედ გზისათვის ვარგისობის სისტემის თავიდან დაწესება, რასაც ჩვენი სამინისტრო არა მარტო მიესალმება, არამედ აქტიურად იქნება ჩართული ამ სისტემის მაქსიმალურად ეფექტურად დანერგვაში. ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირება ხორციელდება დღეს უბრალოდ ის ექვემდებარება მაღალი გამოვლობის ტრანსპორტი ადგილ და საქალაქთაშორისო გადაზიდვების კუთხით მომსახურებ ავტოტრანსპორტს ემსახურება და დღეს ეს ნაწილი გარკვეული ასე ვთქვათ საქართველოში რეგისტრირებული ავტოპარკი ექვემდებარება ტექნიკურ ინსპექტირებას. ხოლო რაც შეეხება რეფორმის შედეგად ეს იქნება სავალდებულო და ეს იქნება მასობრივად ასე ვთქვათ შეეხება ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას.